პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით რადიო თავისუფლებას ამერიკის გლობალური მედიის სააგენტომ ფედერალური გრანტები გააუქმა. გრანტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება მენეჯმენტს გაეგზავნა. 15 მარტს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს 7 ფედერალური სააგენტოს შემცირებას. მათ შორისაა ამერიკის გლობალური მედიის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობას უწევს როგორც ამერიკის ხმას, ისე რადიო თავისუფლებას და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს. 15 მარტს რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა თქვა, რომ ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა იქნება დიდი საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის. ირანელი აიათოლები, ჩინელი კომუნისტი ლიდერები და ავტოკრატი მოსკოვსა და მინსკში იზეიმებდნენ რადიო თავისუფლების დაცემას 75 წლის შემდეგ. ჩვენი მტრებისთვის გამარჯვების გადაცემა მათ გააძლიერებს და ამერიკას დაასუსტებს. რადიო თავისუფლების მდიდარი ისტორიის განმავლობაში ჩვენ ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობდით. დახურულ საზოგადოებებში მცხოვრებ 50 მილიონამდე ადამიანს, ვინც ყოველკვირეულად გვეყრდნობა ზუსტი ამბების და ინფორმაციის მისაღებად, უჩვენოდ აღარ ექნება წვდომა სიმართლეზე ამერიკისა და მსოფლიოს შესახებ. განაცხადა სტივენ კაპუსმა. ასევე, ამერიკის ხმის 1300-ზე მეტი თანამშრომელი 15 მარტს ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შებულებაში გაუშვეს, ხოლო ამერიკის 2 საინფორმაციო სამსახურის დაფინანსება, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმების შესახებ მაუწყებლობდნენ, შეწყდა. ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს. ამერიკის ხმის დირექტორი ამბობს, რომ დაახლოებით 1300 ჟურნალისტი, პროდიუსერი და თანაშემწე ანაზღაურებად შებულებაშია გაშვებული, რამაც მოახდინა მედიის პარალიზება, რომელიც 50 ენაზე მაუწყებლობდა. ძალიან მწუხვარი იმის გამო, რომ პირველად 83 წლის განმავლობაში ლეგენდარული ამერიკის ხმა იძულებულია დადუმდეს. განაცხადა ამერიკის ხმის დირექტორმა მიხაელ აბრამოვიცმა სოციალურ ქსელ LinkedIn-ში, რომლის თქმითაც ამერიკის ხმა თამაშობდა განსაკუთრებულ როლს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში მსოფლიოს მასშტაბით.